პოლიტიკური პარტია სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზას სახელმწიფოს ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს. პარტიის საერთაშორისო მდივნის თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით მსგავსი სახის ტერორი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა, საქართველოს გზას უკვე შეკრებილი აქვს ის საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც მათი აზრით ხელისუფლებამ ბიზნესის ტერორის მიზნით მიიღო. როგორც საქართველოს გზაში ეცხადებენ, ამ დარღვევებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გაუგზავნიან. საქმე ეხება სახელმწიფო აღმასრულებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აღმასრულებელს ეძლევა უფლება თვითონ შეაფასოს ქონება, თვითონ დააყადაღოს, თვითონ ჩაატაროს აუქციონი და თვითონვე გაასხვისოს. ეს არის დაგვირგვინება ზუსტად ხელისუფლების იმ ქმედებების, რომელიც წლების მანძილზე მიმდინარეობს, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან სახიფათო მასშტაბები მიიღო, ძალიან ბევრი კანონი, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო და ჩვენ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, არის თავისთავად უკანონო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.